$5,23,000-ზე მეტი ბიზნეს მომხმარებელი. მსოფლიოს ელექტრონული კომერციის ბაზრის 10,32%-იანი წილი. შეერთებულ შტატებში კი ბაზრის 29%-იანი დაფარვა. $127,039,000,000 ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია. ამ შედეგებით Shopify თავისუფლად ახერხებს, რომ მსოფლიოს ტოპ უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმების 5-ში მეოთხე ადგილი დაიკავოს. შტატებში კი, სადაც მისი მაღაზიების ძირითადი ნაწილია წარმოდგენილი, პირველობა შეინარჩუნოს. ელექტრონული კომერციის მომხმარებელი ბევრი ბიზნესისთვის Shopify ნომერ პირველი არჩევანია. ამის განმაპირობებელ მიზეზად ისინი შემდეგ ფაქტს ასახელებენ. აღნიშნული პლატფორმა მათ საშუალებას აძლევს, რომ 30 დღიანი საცდელი ვერსია შეიძინონ, რომლის ღირებულებაც $1. შედეგად მომხმარებელს შეუძლია, რომ 1 თვის განმავლობაში დატესტონ ყველა შეთავაზება და სერვისი, რომელსაც პლატფორმა აწვდით და შემდეგ გადაწყვიტონ უღირთ თუ არა მასთან თანამშრომლობა. Shopify-ის გამომწერი ბიზნესების მდებარეობა კი შემდეგნაირად ნაწილდება. 62% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, 7% გაერთიანებულ სამეფოზე, 6% კანადაზე, ასევე 6%-იან წილს იკავებს ავსტრალია. დარჩენილი 20% კი სხვადასხვა ქვეყანებზე ნაწილდება. საერთო ჯამში Shopify მსოფლიოს 175 ქვეყანას ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპანია ელექტრონული კომერციის მსოფლიო გიგანტად ითვლება, მისი პირვანდელი სახე ასეთი სულაც არ იყო. ყველაფერი 3 მეგობრის დაკვირვებით და ამ დაკვირვების შედეგად გაჩენილი სტარტაპ იდეით დაიწყო. 2004 წელს ტობიას ლუტკემ, დენიელ ვაინანდმა და სტოკ ლეიკმა გააცნობიერეს, რომ არსებული ელექტრონული კომერციის პლატფორმები ყველა მომხმარებლის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ. ამიტომ საკუთარი პლატფორმა შექმნეს, სადაც სნოუბორდის აღჭურვილობას ყიდნენ. პლატფორმას მაშინ Snow Devil ერქვა. ამ სახელით და ფორმით მხოლოდ 2 წელი ფუნქციონირა. 2006 წელს კი უკვე Shopify-ით ჩამოყალიბდა. რეალურად პლატფორმამ ელექტრონული კომერციის ბაზარზე თავის დამკვიდრება მოკლე დროში მოახერხა. ეტაპობრივად იზრდებოდა, ვითარდებოდა, მომხმარებლების რაოდენობას იმატებდა. 2009 წელს კი თავის აპლიკაციად შექმნა. 2010 წლიდან კი უკვე Shopify-ის აპლიკაცია App Store-ში დაემატა, რის შემდეგაც მომხმარებლებს პლატფორმიდან სხვადასხვა ნივთების გამოწერა უკვე მობილურითაც შეეძლოთ. 2013 წელს უკვე პლატფორმას გადახდების ფუნქციაც დაემატა, რის შედეგადაც მესამე პირის გადახდის აუცილებლობა სრულად გააუქმა და პროცესი ბევრად მოქნილი გახდა. 2017 წლიდან კი უკვე საკრედიტო ბარათით გადახდაც დაამატეს. ფაქტი ისაა, რომ კომპანიამ ფეხი მომხმარებლების მოთხოვნას, ტექნოლოგიურ განვითარებას და სიახლეებს აუწყო, რაც მისი წარმატების მთავარი მიზეზი გახდა. Shopify-ის გამოჩენამ ძალიან ბევრ ბიზნესს მისცა საშუალება, რომ თავისი პროდუქტის რეალიზება ელექტრონულ სივრცეში დაეწყოთ. მაგალითად 2015 წელს, როცა Amazon-ის Web Store, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებს ქმნიდა, დაიხურა მათ რეკომენდაციას Shopify-ის გაუწიოს, როგორც მიგრაციისთვის საუკეთესო პროვაიდერს. რამაც Shopify-ის აქციების ფასის საგრძნობის ზრდა გამოიწვია. 2017 წელს კი Amazon-თან პარტნიორობაც დაიწყეს. ამჟამად Shopify-ის აქციები დაახლოებით $100 ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ ტობიას ლუტკე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯერ კიდევ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, კომპანია 2015 წლიდან საჯაროდ ივაჭრება. სწორედ ამ დროს შეიტანეს მათ პირველი განაცხადი ნიუ-იორკის და ტორონტოს საფონდო ბირჟებზე. მაშინ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1,038,000,000 შეადგენდა. 19 წლიანი ისტორიის მანძილზე კი მცირე სტარტაპით Snowboard-ის აღჭურვილობის ონლაინ გაყიდვით დაწყებულმა ბიზნეს იდეამ იმდენად გაამართლა, რომ დღეს მშობლიურ შტატებში ლიდერია, მსოფლიოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოპ 5-ში ხვდება.